ძველი საიდუმლო. მობრძანდით ექიმა. ალბათ საჭირო ოთახშია. ახლავე შევამოწმებ. ჩინარ? ექიმი მოვიდა. ჩინარ? მან თხარ? ჩემო საბრალო და საწახვედი. ბავშვი ვით არის. ვერაფერს ვაგებინებ. იპოვეთ და გადაეცით რომ ისევ საავადმყოფოში მოვიდეს. თანაც რაც შეიძლება მალე. რამდენიმე გამოკლება კიდე უნდა ჩაუტარდეს. არი დარდოთ. თუ საჭირო იქნება აქ ჩემი ხელით მოვიყვან და მკურნალობას ვაიძულებ. იმედია რამე სიგიჟე არ ჩაგიდენია შვილო. იმედია ის არ გააკეთე რისიც მეშინია. მე მითხარით რამე? არა, თქვენთვის არ მithქვამს. დილომშვიდობისა. რა ხდება? დილიდან მხიარულ განწყობაზე ხარ. მართალი ხარ ომერ. ეს იმის დამსახურებაა, რომ ყველაფერი კარგად მიდის. ყავას დალევ, შენთვის მოვადუღე. რადგან შეწუხდი და თან ყველაფერი კარგად მიდის, რა თქმა უნდა დავლევ. დილომშვიდობისა. დილომშვიდობისა. როგორც ჩანს დღეს ყველა კარგ ხასიათზეა. რა ხდება? კოლეჯში ხომ არ იყავ? ვიყავი, მაგრამ ლექტორი არ დამხვდა. მოგვიანებით შევივლი. წავალ ყავას დავლევ. შეგიძლია ესმასაც მოუტანო ყავა. არა, გმადლობა არ მინდა. გამარჯობა. გამარჯობა. მე სედათი ვარ. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. იცით, ცოლთან დაშორებას ვაპირებ. მირჩიეს თქვენთან მოვსულიყავი. გასაგებია. თუ გნებავთ ჩემს კაბინეტში შევიდეთ და იქ ვილაპარაკოთ ბატონო სედათ. მადლობთ. ეს მოძვირფასო. თუ გინდა წადი და კოლეჯის საქმეები მოაგვარე. ომერს დახმარება თუ დასჭირდება, მე აქ ვარ. არ მიჩქარება. საღამოს წავალ. ბატონი სედათის საქმით დავინტერესდი. განქორწინება რატომ გნებავთ ბატონო სედათ? ცოლთან ვერაფერზე ვთანხმდები. ასე ცხოვრება გაუსაძლისია. ვიფიქრე რომ სამივესთვის უკეთესი იქნება თუ მალე განქორწინდებით. სამივესთვის? ვის გულისხმობთ? მესამე პირი ვინ არის? იაჰია. ჩემი შვილი. ჩვენი დაშორება მისთვის საუკეთესო იქნებოდა. როგორ ფიქრობთ, თქვენი ჩხუბი მასზე გავლენას ხომ არ ახდენს? განქორწინება რატომ გადაწყვეტეთ? დარწმუნებული ხართ რომ განქორწინება გსურთ ბატონო სედათ? ამბობთ რომ შვილი გყავთ, იქნებ ოჯახის შენარჩუნებაზე იფიქროთ. უმჯობესი იქნება თუ ცოლს რაც შეიძლება მალე გავეყრები. კარგი. გასაგებია. დასაწყისისთვის რამდენიმე ფორმა შევავსოთ. ესეც ასე. მოვედით. ისა, შეგიძლია მშვიდად იყიდო რაც გინდა. თუ დაგჭირდები დამირეკე. მოვალ და შენს ჩანთებს წავიღებ. დღეს აქ ჩემთვის არ მოსულ ვარ. შენ უნდა გიყიდო ტანსაცმელი, ასე რომ არ საწახვალ. რა ხდება? მე რატომ უნდა მიყიდო? საკმარისი ტანსაცმელი მაქვს. ახალი ტანსაცმლის ყიდვა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში არ ხდება, ჩემო კარგო. საყიდლებზე სიარული ერთგვარი თერაპიაა. სტრესისგან გათავისუფლების საშუალება. დარწმუნებული ვარ ეს თეორია ქალებისთვის მოიფიქრეს, იმიტომ რომ კაცები ნივთებს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ვყიდულობთ. ბევრს ნულაპარაკობ. ეს გაისინჯე. წინააღმდეგობას აზრი არ აქვს. როგორც უფროსი გიბრძანებ. მიდი. აქ გელოდები. აბა რა გეგონა? ჩემ შეყვარებულს ტანსაცმლის საყიდლად ბაზრობაზე წავიყვანდი? რასაც ავარჩევ, ყველაფერს მიყიდი? რა თქმა უნდა, ეს მაღაზია შენს განკარგულებაშია.
მე უნდა გავიდე. ერთ ადგილას დავრეკავ და მოვალ. კარგი? სიბელი შურისგან გასკდება. მადლობა ღმერთს, მდიდარი შეყვარებული მყავს. სულ ცდილობს გამანებივროს. ჩემი მტრები შურით სკდებიან. სიგიჟემდე შეყვარებული ვარ. ნეტავ მე ვიყო ის, ვინც გიყვარს დემეთ. ნეტავ მე ვიყო, ვისაც უმღერებ. შენთან ასე ახლოს ვარ, მაგრამ ამავე დროს ძალიან შორს. რატომ დემეთ? რატომ? რატომ აღარ გიყვარ ვარ? ნუ თუ ჩვენი სიყვარულის დაბრკოლება ბრენდული ტანსაცმელი იყო. ქალბატონო აიშე, დილა მშვიდობისა ჯანან. სეჰერი აქ არის? სამწუხაროდ სახლში არავინ არ არის. ბავშვების გარდა ყველა პოლიციის განყოფილებაში წავიდა. განყოფილებაში? იქ რა უნდათ? სეჰერს რამე შეემთხვა? არა, სეჰერი კარგადაა. მან და ქალბატონმა ასე ემიკამათეს. სეჰერი პოლიციაში წავიდა და ქალბატონს უჩივლა. გვიან ღამით სახლში პოლიციელები მოვიდნენ. ქალბატონ ასიეს ხელბორკილები დაადეს და წაიყვანეს. ეს რა ჩაიდინე სეჰერ. მეც ძალიან გამიკვირდა. ბატონი თურგუთი ნაჩქარევად წავიდა. 1 საათი გავიდა და ჯერ კიდევ არაფერი გაგვიგია. არ ვიცი რა ხდება. ვერ შევაჩერე. როგორ უნდა შეგეჩერებინათ ქალბატონო აიშე? სეჰერმა ყველა გაგვაკვირვა. როგორ შეიძლება საკუთარ ბებიას ასე მოექცა? მოხუც ქალს ხელბორკილები დაადეს და წაიყვანეს. მით უმეტეს რომ ქალბატონი ასიე შვილიშვილებს არაფერს აკლებდა. ქალბატონო აიშე, კარგად ხართ? შიგნით შემოდით, დაისვენეთ. არა, კარგად ვარ. გმადლობ. მეგობარო, რატომ არ დამიჯერე? სად გაიქეცი? ახლა როგორ გიპოვო? ღმერთმა ნუქნას რამე რომ დაგემართოს? შენს გაუჩინარებას ვეღარ გადავიტან. ქალბატონო ჰადიე? რა მოხდა? ვის ელაპარაკებით? თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს ბატონო ჰალილ. ღმერთმა ჩვენი ლოცვა შეისმინა. ჩინარი ჯანმრთელი და სახსალამეთი დაგვიბრუნდა. მადლობა ღმერთს. მართლა? ძალიან გამახარეთ. ახლა როგორ არის? ხომ კარგადაა? თუ რამე შემიძლია დაგეხმაროთ, გთხოვთ მითხარით. დიდი მადლობა. უბრალოდ ილოცეთ. ახლა სამუშაოდ უნდა წავიდე. მოგვიანებით ვილაპარაკოთ. ნახვამდის. მადლობა ღმერთს. საბრალო ქალს რამე რომ მოსვლო და საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებდი. მადლობა უფალო. ჯერ მის მიმართ, შემდეგ კი ჩემს მიმართ გამოჩენილი წყალობისთვის. შენიშნე რომ ბატონის ზედათი ძალიან გულჩაცხრობილი იყო. ის ესევდიანად თქვა რომ განქორწინება სურდა. არ ვიცი, იქნება ალიმენტის გადახდა არ უნდა. ყველად არ ამბობენ ბუდეს მდედრი ჩიტი აშენებსო. მამაკაცისთვის განქორწინებაზე მარტივი რა უნდა იყოს? ვფიქრობ წინასწარ არ უნდა გამსაჯოთ. მისამართით თუ ვიმსჯელებთ, ეს სახლია. შევიდეთ.
გისმენთ? ვიქნებავთ? შეგიძლია დედას დაუძახო. გისმენთ? შეგიძლია ცოტა ხნით მარტო დაგვტოვო. ქალბატონო ნურდან, მე ადვოკატი ომერ ილმაზი ვარ. ეს ქალბატონი კი ჩემი კოლეგა ესმა ფოირაზია. თქვენმა მეუღლემ განქორწინების თხოვნით მოგვართა. თუ გცალიათ, შეიძლება დაგელაპარაკოთ. რა? სედაც განქორწინება სურს? რატომ არ მაჩვენე, არ მოგეწონა? ისა, წავიდეთ. ძალიან მომბეზრდა. გამორიცხულია, სანამ ამ ყველაფერს არ გაისინჯა, ვარსად არ წავალთ. ისა, გთხოვ, აქედან წავიდეთ. ძალიან დავიღალე. აღარ შემეწინააღმდეგო. კარგი. სხვა დროს დავბრუნდეთ. შეერი ვარ, რა მევჭამოთ? თვალები შიგნით დაგრჩა. პრობლემა არ არის, თუ გინდა დავუბრუნდეთ. არა, წავიდეთ. მეც მომშივდა. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ რაც დავქორწინდით, არასდროს გვიჩხუბია. ხმამაღალი სიტყვაც კი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. არ მესმის. განქორწინება რატომ გადაწყვიტა? ან მე რატომ არაფერი მითხრა? რატომ სედათმა თქვა, რომ ასე ყველასთვის უკეთესი იქნებოდა. განსაკუთრებით კი იაჰიასთვის. ღვთის გულისათვის ამას ნუ ამბობთ. იაჰია ისედაც ავად არის. მამამისი ძალიან უყვარს, რა უნდა ქნას, როცა მისგან შორს იქნება. რას ნიშნავს იაჰია ავად არის? სერიოზული მდგომარეობაა? ჩემი შვილი ავად არის, ბატონო ომერ. ძალიან ავად. მის სამკურნალოდ ბევრი ფულია საჭირო. მაგრამ ჩვენი მდგომარეობა კარგად მოგეხსენებათ. არც სახელმწიფო ფარავს მკურნალობის ხარჯებს. ბავშვი ჩემს თვალწინ სუსტდება. სედათი ამას ძალიან განიცდის. არ მესმის განქორწინება რაში სჭირდება. ბატონო თურგუთ, რა მოხდა მურად? ველოდებით, მალე ორი მხარეს დაკითხავენ. მერე რა მოხდება? დედას ციხეში ჩასვამენ? ეს მთლიანად მომჩივანის ჩვენებაზეა დამოკიდებული. ანუ ყველაფერს ჩინარის ჩვენება გადაწყვეტს? დიახ. თუ ქალბატონი ჩინარის საჩივარს უარყოფს, ქალბატონ ასიეს აქვე აღარ გააჩერებენ, მაგრამ თუ ისიც იჩივლებს, საქმე ძალიან გართულდება. ასე ფოირას ჩვენების მისაცემად უნდა წაგიყვანოთ. მოხუცი ქალი სად უნდა გავიქცე? ხელბორკილების დადება რა საჭიროა? თითქოს კრიმინალი ვიყო. როცა გარეთ ამდენი მკვლელი და ბოროტი ადამიანია, დროს ჩემზე რატომ კარგავთ? დეიდა, რაც გაწუხებთ ყველაფერი პროკურორს მოახსენეთ. პრობლემებს ნუ შემიქმნით. წავიდეთ. ალბათ ეს პროკურორი დაკითხავს. დედა ასეეს აქ მოიყვანენ. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩვენი ოჯახის წევრი, მით უმეტეს დედა ასიე წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდებოდა. თურგუთ, ყველაფერი შენი ბრალია. სეჰერისთვის არაფერი არ უნდა გეთქვა. ახლა ყველა გაიგებს, რაც მოხდა. საქვეყნოდ შევრცხვებით. დედა თქვენი განცხადება ეს არის? ცნობების შეტანა ხომ არ გსურთ? არა. თუ ასეა ხელი მოვაწერეთ.
ინებეთ. თავარი მომჩივანი ქალბატონი ჩინარია. თავად სად არის? ჩვენება მისგან უნდა ავიღო. დედა. ესე იგი ცოცხალი ხარ ჩინარ. მაგრამ ტყუილად ნუ გაიხარებ. შეიძლება ისეთ დროს დალიოს სული, როცა ყველაზე ნაკლებად მოელი. სწორედ მაშინ, როცა იფიქრებ, რომ გადარჩი, სიკვდილი კარს მოგადგება. ეს ბედის წერაა. შენ სამუდამოდ მკვლელის სახელი გერქმევა. რაც გინდა ის გააკეთე დედა. მაგრამ იცოდე, ბოლო ამოსუნთქვამდე ჩემი შვილების გვერდით ვიქნები. დამოგზანდით. კარგ დროს მოხვედი დედა. ჩვენება შენც უნდა მისცე. პროკურორთან შევიდეთ და დავასრულოთ ეს საქმე. შვილო, სიტუაციის გამწვავება საჭირო არ არის. ამაზე ხომ ვილაპარაკეთ. თავარია რომ ისე ვერთად ვართ. მადლობა ღმერთს ამისთვის. დანარჩენი არაფერი მატარდებს. დედა რას ამბობ? ბებიამ კინაღამ მოკლა. როგორ ვაპატიოთ? ახლა რატომ უნდა ვაპატიოთ? იმიტომ რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს? არა, ამას არ დავუშვებ. არასდროს დავნებდები და არ ჩვენ მოგცემ ამის უფლებას. დამპირდი რომ პასუხს აგებინებ. დედა ასიემეს იმიტომ გააკეთა რომ დამნაშავე ვეგონე. დარწმუნებული ვარ სიმართლე რომ სწოდნო და სხვაგვარად მოიქცეოდა. შვილო, ჩინარი მართალია. დაუჯერე. ამერიდან პირადად მე დავიცავ მისგან. როგორ დაიცავ ბიძია? ბებიამ დედა ჩემი ისე მოიტაცა რომ არაფერი იცოდი. და როცა გაიგე ვერც კი იპოვე. იმედი გადაგეწურა. არა. ასეთ რამეს ვეღარ გადავიტან. დეიდა ჩინერ. ხო. დედა ასიეს ციხეში ნუ ჩასვა. მოხუცი ქალია, იქაურობას ვერ გაუძლებს. თვის გულისათვის ნუ მთხოვთ რომ ბებია გავამართლო. მხოლოდ მე და ღმერთმა ვიცით რა განვიცადე იმ დღეების განმავლობაში. ყველა პასუხს აგებს იმისთვის, რაც ჩაიდინა. ჩინარ ფოირას, თქვენგან ჩვენება უნდა ავიღოთ. შიგნით გეოდებით. ჩინარ ფოირაზი თქვენ ბრძანდებით? მართალია რაც თქვენმა ქალიშვილმა თქვა. ამ ქალმა ასიე ფოირაზმა მოგიტაცათ და თქვენი მოკლა სცადა. ჩინარ გთხოვ. დედა ასიეს ნუ გაწირავ. დიახ. ასიე ფოირაზმა მომიტაცა და ჩემი მოკლა სცადა. ვადასტურებ. სწორად მოიქეცი დედა. ყველა უნდა დაისაჯოს იმისთვის, რაც ჩაიდინეს. ქალბატონი ჩინარისგან ჩვენებას ავიღებთ.
ხელები გამომიწოდეთ. გთხოვთ. გევედრებით არ წაიყვანოთ. დედა ჩემი უდანაშაულოა. ციხეში ნუ ჩასვამთ. მოხუცი ქალია, რა უნდა დაეშავებინა? ღვთის გულისათვის გაუშვით. უდანაშაულოა. გაჩუნდი ფიდან. პოლიციის განყოფილებაში მოთქმა გოდებით თავს ნუ შეირცხვენ. დედა, სახლში დაბრუნდი. ახლა კმაყოფილი ხარ თურგუთ. ყველაფერი შენი ბრალია. იამაყე, დედა ასია ციხეში გაუშვი. დედა? ჩინარმა, რომელიც ასე გეწოდებოდა, დედა შენი პირველივე შესაძლებლობისთანავე ციხისთვის გაიმეტა. თვალები გაახილე თურგუთ. გონს მოდი, ის ქალი ცხოვრებას გვინგრევს. დედას ციხიდან გამოვიყვან. არ ვიცი როგორ, მაგრამ იქიდან დავიხსნი. ყველაფერი ცუდი უკან მოვიტოვეთ. ამიერიდან მშვიდად და ბედნიერად ვიცხოვრებთ ჩეთინთან და ესმასთან ერთად. იმედია შვილო. იმედია, ღმერთმა გვაშოროს ყოველგვარ უბედურებას. თუ მზად ხართ დავიწყოთ. გთხოვთ დაბრძანდეთ. ყველაფერი დაწვრილებით მომიყევით. თავიდან დაიწყეთ, გთხოვთ. ინებე დაო. დაო. მაბადიეთ, ჩავფიქრდი. ჩინარ, ჩემო მეგობარო. ვინ იცის სათხარ? იმედია ცუდი არაფერი შეგემთხვა. სადმე გონება არ დაკარგო. მადლობა, ღმერთს მირეკავენ. ალო? ქალბატონ ჰადიეს ვესაუბრები? დიახ. საავადმყოფოდან გირეკავთ. ჩინარ ფოირეზის ანალიზების პასუხები მივიღეთ. ექიმს სურს, რომ რაც შეიძლება მალე ნახოს პაციენტი. შეგიძლიათ ხმა მიაწვდინოთ? რა მოხდა? რამე სერიოზული პრობლემაა? ექიმი რატომ იბარებს? წუხვარ, მაგრამ ამ საკითხზე არაფრის თქმის უფლება არ მაქვს. ექიმი თავად დაელაპარაკება, მე მხოლოდ ის მითხრა, რომ ანალიზების პასუხებიდან გამომდინარე პაციენტს რაც შეიძლება მალე უნდა გაესაუბროს. კარგი შვილო, არ იდარდო. ჩინარს როგორც კი ვნახავ საავადმყოფოში მოვიყვან. ღმერთო, იმედია სერიოზული არაფერია. ჩინარ, ჩემო საბრალო მეგობარო. საავადმყოფოდან გაქცევა როგორ შეიძლება? თქვით, რომ ქოხში გამოგკეტეს. გახსოვთ, სად მდებარეობს? ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ შუა გულტყეში იყო. როგორ ფიქრობთ, ქალბატონ ასიეს გატაცების დროს ვინმე დაეხმარა? დიახ. ერთი კაცია. სანამ ქოხში მიმიყვანდნენ, ცოტა ხნით ადრე მითვალთვალებდა. სწორედ მან მესროლა. ფერჰატმა. ყუია მხარში მომხვდა. წონასწორობა დავკარგე და კლდიდან გადავვარდი. საბედნიეროდ მეორედ სროლის საშუალება არ ჰქონდა, თორემ ვიცოდი, რომ პირდაპირ გულში დამიმიზნებდა. ხევში გადავარდნა ჩემი ხსნა იყო. დეიდა ზარიფეს რომ არ ვეპოვე, იქ მოვკვდებოდი. არ დავნებდი. კიბილს გავუწელი, მინდა და სიკვდილამდე იმ კაცის თვალებში ჩამეხედა, ვინც ჩემი მოკლას ცადა. ქალბატონო ჩინარ, ვიცი რომ თქვენთვის რთულია, მაგრამ გთხოვთ გააგრძელეთ. ყოველი დეტალი, რომელსაც თქვენ გვიამბობთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დედა ასიესთვის რომ დამეჯერებინა და აქედან წავსულიყავი. სიკვდილის პირას არ ვიქნებოდი და არც ის იქნებოდა ციხეში. მაგრამ შვილებისგან შორს ყოფნას სიცოცხლის გარისკვა ვარჩია.
ყოველ დილით იმაზე ვფიქრობდი მზის ამოსვლას უკანასკნელად ხომ არ ვხედავდი. ძალიან მეშინოდა რომ დედა ასე მიპოვიდა და საქმეს ბოლომდე მიიყვანდა. მაგრამ სიკვდილის კი არა. შვილებთან სამუდამო განშორების მეშინოდა. მეგონა მათ გულში ვეღარასდროს ჩავიკრავდი. ამიტომ მიუხედავად ყველაფრისა არ დავნებდი. ყველაფერი გავაკეთა რომ თავისუფლება დამებრუნებინა. ერთხელ გავიქეცი, მაგრამ ფერჰატმა მიპოვა. თავში ისეთი დარტყმა მივიღე რომ გავითიშე. მადლობა ღმერთს გონს მოსვლა შევძელი. ცოცხლად დამარხვას მიპირებდნენ. თვალები რომ გავახილე საფლავისთვის მიწა უკვე ამოთხრილი იყო. წამოვდექი და გაქცევა ვცადე. დიდხანს მომდევდა სანამ კლდის პირას არ აღმოვჩნდი. მერე კი იცით რაც მოხდა. გმადლობ. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım